ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. სოფლიო ისტორიის გაკვეთილები. მესამე პუნიკური ომი. ჰანიბალის საბოლოო დამარცხებისა და 17 წლიანი სისხლისმღვრელი ომის დასრულების შემდეგ რომის რესპუბლიკა სრულად ახალ ისტორიულ ეტაპზე გადავიდა. ზამასველზე მიღწეულმა გამარჯვებამ არა მხოლოდ წერტილი დაუსვა მრავალწლიან დაპირისპირებას, არამედ რომი ხმელთაშუა ზღვის აუზის უალტერნატივო ჰეგემონად აქცია. მას შემდეგ, რაც დასავლეთიდან მომავალი საფრთხე გაქრა, რესპუბლიკის მზერა აღმოსავლეთისკენ მიემართა. სულ რამდენიმე ათწლეულში მაკედონია, სირია და საბერძნეთი ეტაპობრივად რომაული გავლენის სფეროში მოექცა. სამხედრო ტრიუმფებმა რესპუბლიკაში კოლოსალური სიმდიდრე, აურაცხელი ტყვე და მანამდე არნახული ძალაუფლება მოიტანა. თუმცა ისტორია იშვიათად ვითარდება ერთმხრივად. სანამ რომის ყურადღება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთზე იყო მიპყრობილი, კართაგენმა ეკონომიკური აღორძინება დაიწყო. კართაგენი, რომელიც რომმა სამხედრო თვალსაზრისით წელში გატეხა, განადგურების ნაცვლად აღორძინების გზას დაადგა. აფრიკის ნოყიერი მიწები კვლავ უხმოსავალს იძლეოდა. ვაჭრობა მიუხედავად მკაცრი კონტროლისა თანდათან გამოცოცხლდა. კართაგენმა ძიმე კონტრიბუციების გადახდაც კი ნაადრევად შეძლო. ყოველივე ეს რომაულ სენატში დიდ გაკვირვებასა და რაც მთავარია, პუნიკურ შიშს იწვევდა. რომაელებს კარგად ახსოვდათ ისტორიის გაკვეთილი. პირველი პუნიკური ომის შემდეგ კართაგენი დამარცხდა, მაგრამ წლების შემდეგ კვლავ ფეხზე დადგა. რომზე შურისძიების წყურულმა კი ჰანიბალი წარმოშვა. სწორედ ეს დაუჯერებელი სიცოცხლის უნარიანობა გახდა იმ რადიკალური პოლიტიკის საფუძველი, რომლის მიხედვითაც მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნებოდა მყარი, თუ მეტოქე საერთოდ აღარ იარსებებდა. ამ განწყობის ყველაზე მკაფიო გამომხატველი იყო მარკუს პორციუს კატონი, რომელიც სენატში ყოველ გამოსვლას ერთი და იმავე ფრაზით ასრულებდა. და მაინც ვფიქრობ, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს. რომმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც კართაგენს ჩიხში აქცევდა. ამ გეგმის მთავარი ინსტრუმენტი რესპუბლიკის ერთგული მოკავშირე ნუმიდიის სამეფო იყო, რომელიც რომის მითითებებით კართაგენის საზღვრებს ავიწროებდა. მეორე პუნიკური ომის შემდეგ დადებული ხელშეკრულება კართაგენს უგრძალავდა ყოველგვარი სამხედრო მოქმედების დაწყებას რომის ნებართვის გარეშე, რის გამოც ქალაქი იძულებული იყო პროვოკაციები აეტანა. წლების განმავლობაში კართაგენელთა დიპლომატიური მიმართვები რომში უპასუხოდ რჩებოდა. რესპუბლიკა შეგნებულად არ ჩქარობდა კონფლიქტის მოგვარებას. დაძაბულობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. მრავალწლიანი დამცირების შემდეგ კართაგენმა ნუმიდიელთა წინააღმდეგ იარაღი აიღო და სამხედრო მოქმედება დაიწყო. სწორედ ეს ნაბიჯი გახდა რომისთვის ომის გამოცხადების ლეგიტიმური საბაბი. თავდაპირველად რომაელებმა 300 მძევალი და სრული განიარაღება მოითხოვეს. კართაგენმა ომის თავიდან აცილების იმედით ყველა პირობა შეასრულა. დაცალა არსენალები და საჭურველი რესპუბლიკას გადასცა. თუმცა, როდესაც ქალაქი სრულად უმწეო დარჩა, რომმა საბოლოო ულტიმატუმი წამოაყენა. მოსახლეობას უნდა დაეტოვებინა ქალაქი და ზღვიდან მოშორებით დასახლებულიყო. ეს ნიშნავდა კართაგენის როგორც საზღვაო და სავაჭრო ცივილიზაციის ფაქტობრივ განადგურებას. წაყენებულმა ულტიმატუმმა კართაგენში საყოველთაო მძვინვარება გამოიწვია. მოსახლეობამ სამშობლოს უბრძოლველად დათმობას თავგანწირვა არჩია. ქალაქი ერთ დიდ სამხედრო ბანაკად იქცა. სახელმწიფო დაწესებულებები, კერძო სახლები და სახელოსნოები იარაღის საწარმოებად გადაიქცა. მოქალაქეები განურჩევლად სქესისა, ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობისა დღე და ღამე ამზადებდნენ საბრძოლო საჭურველს, რათა რომისთვის უკანასკნელი წინააღმდეგობა გაეწია. ქრისტეს შობამდე 159 წელს რომაული ლეგიონები აფრიკის სანაპიროზე გადმოსხდნენ და კართაგენს ალყა შემოარტყეს. თავდაპირველად რომაელები სწრაფად გამარჯვებას ელოდნენ. ქალაქი უიარაღოდ იყო დარჩენილი, ფლოტი აღარ გააჩნდა, ხოლო სამხედრო რესურსები თითქმის ამოწურული ჩანდა. თუმცა მათ წინაშე აღმოჩნდა საზოგადოება, რომელიც გმირულ წინააღმდეგობას უწევდა.
ქალაქში ჩამოყალიბდა სამხედრო საბჭო, რომელმაც თავდაცვის სისტემის აღდგენა დაიწყო. იარაღის წარმოება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოკლე დროში ათასობით ხმალი, შუბი და კატაპულტი დამზადდა. ისტორიული ცნობებით, ყოველდღიურად ასობით ფარი და ათეულობით საბრძოლო მანქანა მზადდებოდა. კართაგენი საომარ ქალაქად გადაიქცა. ალყის პირველი 2 წელი რომისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ქალაქი ხმელეთიდან და ზღვიდან ბლოკირებული იყო. მიუხედავად ამისა, კართაგენის მოსახლეობა შიმშილისა და რესურსების მწვავე დეფიციტის ფონზე მაინც ურყევ წინააღმდეგობას უწევდა მტერს. დამცველები აქტიურად იყენებდნენ კატაპულტებს, ალმოდებულ ისრებს და მოულოდნელ კონტრშეტევებს. რამდენიმე შემთხვევაში თავად რომაული ბანაკებიც კი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. პარალელურად, ლეგიონები საბრძოლო მოქმედების ნაცვლად მიმდებარე ტერიტორიების ძარცვით იყვნენ დაკავებულნი, რაც ალყის ეფექტიანობას ამცირებდა. ამ პერიოდში ერთადერთი რომაელი ოფიცერი, რომელიც სამხედრო ნიჭით გამოირჩეოდა, ახალგაზრდა სციპიონ ემილიანუსი იყო. ის ჩვენთვის კარგად ნაცნობი სციპიონ აფრიკელის შვილობილი გახდათ. სწორედ მისი სტრატეგიული გამჭრიახობით გადაურჩნენ რომაული ქვედანაყოფები კართაგენელთა გამანადგურებელ კონტრშეტევებს. ემილიანუსის ავტორიტეტი თანდათან გაიზარდა და რომში საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ომის მოსაგებად აუცილებელი იყო სციპიონის გენია. სარდლობა მას გადაეცა. ახალმა მთავარსარდალმა სწრაფად გააცნობიერა, რომ პირდაპირი იერიშით ქალაქის აღება უზარმაზარ მსხვერპლს გამოიწვევდა და აქცენტი კართაგენის სრულ იზოლაციაზე გადაიტანა. ძველი წელთაღრიცხვით 146 წლის დადგომისთანავე სციპიონი გადამწყვეტ იერიშზე გადავიდა. კედლის გარღვევის შემდეგ დაიწყო ომის ყველაზე შემზარავი ფაზა – ქუჩის ბრძოლები. თითოეული კვარტალი და მრავალსართულიანი სახლი მცირე ციხესიმაგრედ იყო ქცეული. რომაელები იძულებულნი იყვნენ სახლიდან სახლზე გადასულიყვნენ, სადაც ყოველი სართული ცალკე თავდაცვით პოზიციას წარმოადგენდა. 6 დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებებმა ქუჩები ნანგრევებითა და გვამებით აავსო. მე-6 დღეს კართაგენის სარდალმა ჰასდრუბალმა დანებება არჩია, თუმცა მისი მეუღლის საქციელი ისტორიაში კართაგენული სულის სიმბოლოდ იქცა. მან ქმარს ლაჩრობა დასწამა, შვილებით ცეცხლმოკიდებულ ტაძარში გადაყარა და თავადაც ალმოდებულ შენობაში დაასრულა სიცოცხლე. ქალაქი კიდევ 17 დღის განმავლობაში იწვოდა. სციპიონ ემილიანუსი დიდხანს მდუმარედ დახურებდა ფერფლად ქცეულ კართაგენს. მას გვერდით ედგა ანტიკური ეპოქის დიდი ისტორიკოსი პოლიბიოსი, რომლის გადმოცემითაც სციპიონს უთქვამს. ოდეს მე მსგავსი რამ შეიძლება რომსაც დაემართოს. საუკუნოვანი პუნიკური ომები საბოლოოდ დასრულდა. პირველმა ომმა რომს ზღვაზე ბატონობა მოუტანა. მეორემ მისი სახელმწიფოებრივი სიმტკიცე გამოსცადა, ხოლო მესამემ მისი ჰეგემონია დაადასტურა. რომმა გაანადგურა თავისი უდიდესი მეტოქე. კართაგენი აღიგავა პირისაგან მიწისა, რესპუბლიკა კი იმპერიად იქცა, რომელსაც წინ სციპიონის წინასწარმეტყველება და გარდაუვალი დაცემა ელოდა. პუნიკური ომების დასასრული.